კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სხვადასხვა სექტორებში დემპინგური იმპორტის რისკებთან დაკავშირებით მონიტორინგი დაიწყო. Როგორც უწყებაში განმარტავენ, სექტორული კვლევის ფარგლებში შეფასდება, რომელი დარგია უფრო მეტად სენსიტიური არასამართლიანი ფასებით იმპორტის მიმართ. სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ამ მიზნით 10 სექტორია შერჩეული, სადაც შესაძლოა დემპინგური იმპორტის რისკები იყოს და შესაბამისად ადგილობრივი ინდუსტრია ზარალდებოდეს. Დაახლოებით 10 სექტორი გვაქვს შერჩეული ძალიან ისეთ ვიწრო დონეზე, სადაც სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით და მოწყობილობის მიხედვით მინდა გამოვარკვევთ ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს რისკები დემპინგური იმპორტის. მეთოდოლოგიაში განსაზღვრულია ზოგადად სექტორები, რომლის მიმართაც სოფლიოში ბევრი ანტიდემპინგური ღონისძიება განხორციელებულა, ასევე სექტორები, სადაც იმპორტის დისმაჩვენებელი ფიქსირდება და ადგილობრივი ინდუსტრიის ფინანსური მაჩვენებლების შედარებით შემცირებულია, ამიტომ ამ მონაცემების თანაკვეთის შედეგად დაახლოებით 10 სექტორი გვაქვს იდენტიფიცირებული. ერთ-ერთი მათ შორის არის ფოლადის მიმართულება, რაზეც უკვე შესწავლა დაწყებული გვაქვს. არის ბევრი მიმართულება, მათ შორის აგრარული მიმართულებები, მსუბუქი ინდუსტრია, სხვადასხვა ტიპის წარმოებები, მათ შორის კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებები. უშუალოდ ბიზნესის მიმართვის საფუძველზე კონკურენციის სააგენტოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოკვლევა მიმდინარეობს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც დემპინგური იმპორტის პრობლემაზე ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ადგილობრივი დარგი საუბრობდა. მათ შორისაა მეფრინველეობის სექტორი, თუმცა ამ დრომდე კონკურენციის სააგენტოში დარგის წარმომადგენლებს განაცხადით არ მიუმართავთ. როგორც დარგობრივ ასოციაციაში აცხადებენ, თუ კი გასულ წლებში ბაზარზე კვერცხის დემპინგური ფასებით იმპორტი ფიქსირდებოდა, მიმდინარე წელს მსგავსი ტენდენცია აღარ შეიმჩნევა. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა უფრო მოქნილი უნდა იყოს და კონკრეტული საკითხის შესწავლას ერთი წელი არ უნდა სჭირდებოდეს. თუმცა ადგილობრივი ბიზნესი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის არსებობას გარკვეულწილად პრევენციული ხასიათიც აქვს. იყო დემპინგური ფასი, შემოვიდა 60 მილიონი კვერცხი, ჩვენ მაშინ დაგვეწერა განცხადება და მოკვლევა დაწყებული იყო, დღესდღეობით აბა არაფერი არ არის აბსოლუტურად არ შემოდის და რანაირად დავამტკიცებდით, რომ ეს იყო არასამართლიანი ფასი, დემპინგს თავი დავანებოთ არასამართლიანი ფასი. ჩვენ ვფიქრობთ, ესეთ გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან შეგვიძლია ბაზრის შესწავლა უკვე წლების განმავლობაში 10 წელიწადზე მეტია, საქართველოს სრულად აკმაყოფილებს კვერცხზე თავის მოთხოვნას. შეგვიძლია თავი დავიცვათ ისევე სასაზღვრო კანონმდებლობიდან გამომდინარე, როგორც ამას აკეთებს თუნდაც თურქეთი, ანუ გავზარდოთ გადასახადი მოგითხოვოთ რაღაც თუნდაც დოკუმენტალური მტკიცებულება იმისი, რომ რა ფასადაც კვერცხი შემოდეს, ეს რეალური თვითღირებულება თუ თურქეთში იყიდება პირობითად ვთქვათ კვერცხი 15 ცენტად, საქართველოში 5 ცენტად რატომ უნდა შემოდიოდეს. ამას არანაირი მტკიცება არ უნდა, უბრალოდ მოსაზღვრე ქვეყანაა ჩვენი, შეგვიძლია გადავიდეთ, ნახოთ რა ღირს იქ კვერცხი და მე შევადაროთ ჩვენ ფასს. კანონის მიღების შემდეგ იყო პანდემია, შემდეგ იყო გარკვეული, ვთქვათ, სერიოზული გადალაგება, მათ შორის ლოჯისტიკის, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე და შესაბამისად გარკვეულწილად შემოსვლები ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქციის, სხვადასხვა დარგების მიხედვით იყო სხვადასხვანაირი და შესაბამისად ალბათ ამ მიმართულებით იყო, რომ არ განახორციელეს თვითონ დარგებმა მიმართვიანობა, მათ შორის კონკურენციის სააგენტოს მიმართ. მაგრამ თუ რომელიმე დარგი დღესდღეობით მზად არის იმისათვის მიმართოს, სრულიად გამჭვირვალე კანონია და სრულიად შესაძლებელია ჩვენს ინტერესით დაველოდებით ამ კვლევებს, მათ შორის კონკურენციის სააგენტოდან. რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოში ამჟამად მიმდინარე მოკვლევას შესაძლო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით, ის არმატურის დარგს ეხება. დაუწყება მოკვლევა ადგილობრივი ბიზნესის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სააგენტოში ამბობენ, რომ პროცესი კვლავ მიმდინარეა, თუმცა იკვეთება სურათი, რომ საქართველოში ირანიდან და რუსეთიდან გასულ წლებში არმატურის იმპორტი ფასთა შორის სხვაობით ნამდვილად შემოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ვიდრე კონკურენციის სააგენტო არმატურის სექტორში მოკვლევას დაასრულებს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის იანვრიდან არმატურის იმპორტზე დროებითი ტარიფი დაწესდა. 1 ტონაზე 420 ლარის ოდენობით აღნიშნული ტარიფი ძალაში მიმდინარე წლის სექტემბრამდე იქნება. გარკვეული მოქმედებები ამ კუთხით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გასულ წელს უკვე იქნა მიღებული, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაფიქსირებთ ფოლადის ინდუსტრიის მიმართულებით, ადგილობრივი ინდუსტრიის ფინანსური მაჩვენებლები და რაოდენობრივი მაჩვენებლები ამ ტარიფის დაწესებამდე იყო შემცირებული და იქ გარკვეული ზიანის ფაქტორებიც იყო და ასევე იყო
ჩვენ მე შეგვიძლია გითხრათ რუსეთის და ირანის მაჩვენებლები რუსეთთან დაახლოებით დემპინგური ზღვარი იყო 7-9%-ის ფარგლებში და ირანთან დაახლოებით 22-24%-ის ფარგლებში, თუმცა ჩვენთან ეს შესწავლის პროცესი ჯერჯერობით გრძელდება. საქართველოში ანტიდემპინგური კანონმდებლობა 2021 წლიდან მოქმედებს. დემპინგური იმპორტის დადგენის და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის დადასტურების შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მთავრობას შეუძლია შემოიღოს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი 5 წლის ვადით. რაც შეეხება დემპინგის რისკებთან დაკავშირებით სექტორულ კვლევას, კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ შესაბამის ანგარიშს საზოგადოებას სავარაუდოდ მაისში წარუდგენენ.